მოგესალმებით, დღეს 1 აპრილია უყურებთ კურიერს 10 საათზე ახალ ამბებს მარიკა გოცირიძე გაგაცნობთ. საპარლამენტო განხილვა იწყება კანონზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის, წესდების, მიზნების და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობას კრძალავს. პროექტის მიღების პარალელურად პროცესი იქნება საკონსტიტუციო სარჩელი, თუმცა მმართველი გუნდი ჯერ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ელოდება. კომისიის დოკუმენტი უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი, რათა მოითხოვონ როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე მისი სატელიტი პარტიების აკრძალვა. ოპოზიციური პარტიები ინიციატივას უპერსპექტივოს უწოდებენ. ქართული ოცნება კი აცხადებს, რომ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას და წინასაარჩევნო დაპირებას. ამას აქვს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, საქართველოში დემოკრატია გაუქმებულია და მოლოდინი ახლა რაღაცა სხვა მოლოდინი რა დროშიც უნდა იმ დროში გადააგორებენ და მიიღებენ და შესაბამისად თვითონ აქვთ განსაზღვრული ვადები, როდიდან უნდათ რომ ეს აკრძალვა ამოქმედა. იქნება ეს სატელიტი პოლიტიკური ჯგუფი, თუ იქნება პირდაპირ ლიდერი პოლიტიკური ჯგუფი, მათი საქმიანობიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ და არა რაღაცა სახელწოდებების ცვლილებებს ავყვეთ. არ შეიძლება ახალი ნაცმოძრაობა თუ ძველი ნაცმოძრაობა, შინაარსი არ იცვლება, მათი სამოქმედო გეგმა არ იცვლება. ოპოზიციის მორიგი ფიასკოას ეხმაურებიან ოპონენტების მიერ გუშინ გამართულ აქციას უმრავლესობაში მათი განმარტებით ოპოზიცია ვერასდროს გაერთიანდება, რადგან არ აქვთ ჩამოყალიბებული საერთო პოზიციები. თავის მხრივ უკმაყოფილოები არიან ოპოზიციური სპექტრის ნაწილშიც. მათი შეფასებით უკეთესი იქნებოდა თუ ერთიანი პოზიციები ექნებოდათ. თუ ვინმე არის ერთობის მომხრე, ეს არის ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ რა თქმა უნდა შემიძლია გითხრათ გულწრფელად, რომ სხვადასხვა საკითხებზე არის აზრთა სხვადასხვაობა. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს პოზიციები კიდევ უფრო მეტად დაგვიახლოვებინა ერთმანეთისაკენ, რადგან ეს არის სწორედ ხალხისა და საზოგადოების დაკვეთა, მაგრამ არის რა თქმა უნდა კონკრეტული სახის პრობლემები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს პრობლემები იქნება დაძლეული. ნებისმიერი ალტერნატიული განცხადებები რა თქმა უნდა ოცნების წისქვილზე ასხავს წყალს და რა თქმა უნდა ერთობა არის უალტერნატივო. ჩვენ ლელო ძლიერი საქართველო ყოველთვის ვართ მომხრე ერთობის. ვერ გეტყვით რას გააკეთებენ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მაგრამ სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის ის, რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია, საჭირო არის ერთობა. რადიკალებს იმაზე უფრო მეტი ფიასკო არ შეიძლება ქონოდათ, რაც სცენაზე მდგომი სალომე ზურაბიშვილი არის, მათი ერთადერთი სახე, რომლის გამოჩენაც შეუძლიათ. შეკრებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ისინი არც გეგმას ფლობენ და არც არანაირ გარკვეულ, ასე ვთქვათ, სამოქმედო ნაბიჯებს აპირებენ გადადგან ამ გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ მათ ეს გამარჯვება არ ეკუთვნით და ეს გამარჯვება ქართულ ხალხს მათთვის არ მიუცია. ხმაურის ტვენა და შეძახილები მოჰყვა სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას პარლამენტთან. აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით ყოფილი პრეზიდენტის მიმართვის ტექსტი და ინიციატივა დაიწუნეს. ზურაბიშვილმა კრიტიკა დაიმსახურა სოციალურ ქსელში ოპოზიციური სპექტრის ნაწილისგანაც. მათ შორის იყვნენ ნიკა გვარამია, ზვიად კუპრავა და თამარ ჩერგოლეიშვილი. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მიმდინარე აქციაზე გამოყენებულ პიროტექნიკასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ტექსტში წერია, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო პიროტექნიკის გამოყენება, მათ შორის პარლამენტის შენობის მიმართულებითაც, რაც შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. უწყობამ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს პროტესტის გამოხატვა კანონით დადგენილ ფარგლებში მოუწოდა. თუკი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს ბოროტება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის ერთ-ერთი პირველი შეიძლება იყოს გმირის სახელის ამოფარება. ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ბრალდებებს საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიცია საკუთარი უდიდესი დანაშაულის გადასაფარად ისრების სხვა მიმართულებით გადატანას ცდილობს. თუკი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს ბოროტება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის ერთ-ერთი პირველი შეიძლება იყო გმირის სახელს ამოფარებული და ამ დროს ზუსტად იცოდე, რომ
შენ ხარ ის რეჟიმი, ის პოლიტიკური ძალა ეგრეთ წოდებული, რომელმაც აი ამ გმირს და სხვა გმირებს და სხვა სამხედროებს დააბრალე ომის დანაშაულის ჩადენა. ამის დამბრალებელი ადამიანები საუბრობენ დღეს ანწუხელიძეზე. წარმოიდგინეთ უტიფრობის ხარისხი რა არის აქაც. არც ერთი სიტყვა ამ ქვეყნის ისტორიაში არ და ვერ ჩაიწერება ვერც ერთი ჯარისკაცი და სამხედროს პასუხისმგებლობაზე. პირიქით, დანაშაულს კი არა, გმირობას ჩადიოდნენ. და ეს გავმეჯნოთ ერთმანეთსგან, რა გააკეთა სააკაშვილმა და რა გააკეთეს მისმა თანამძრახველებმა, როგორ გაწირეს საკუთარი ჯარისკაცები, საკუთარი მოსახლეობა, საკუთარი ქვეყანა და დღეს თუ ვინმეს უნდა რომ დააბრალოს ვინმეს ხელისუფლებას კომისიას, ნებისმიერ ადამიანს, რომ ჩვენ თითქოს უნდა ავრიოთ ერთმანეთში ხა პოლიტიკოსების დანაშაულებრივი საქმიანობა და გმირების გმირობა მართლა ნურას უკაცრავად უყვარდათ ხოლმე მათ ეს გამოთქმები. არავინ გაბედოს მომავალში დაგვაბრალოს ის რომ ჯარისკაცებს ვაბრალებთ რამეს. პირიქით ჯარისკაცებს მათ დააბრალეს და ეს დაბრალებული უკან წამოვიღეთ ჩვენ საბედნიეროდ, მოვიგეთ სტრასბურგიც, ჰააგაც და არც ერთ ჯარისკაცს არასდროს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. თუ კი რამეს ვინმე ეტყვის ჯარისკაცს, მხოლოდ მადლობას. პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის დღეს კენჭ სესიაზე ამერიკული ფარას ანალოგიურ კანონპროექტსა და მედიასთან დაკავშირებულ დოკუმენტს. ოპოზიცია კანონებს რეპრესიულსა და შემზღუდავს უწოდებს. მმართველი გუნდი კი ყურადღებას ინიციატივების აუცილებლობაზე და დადებით მხარეებზე ამახვილებს. როგორც აღარ ჭირდება ოპოზიციური პარტიები ივანიშვილს, ისე აღარ ჭირდება ოპოზიციური ტელევიზიები, ამიტომაც ის ყველაფერს იზამს, რომ გააუქმოს და გაანადგუროს ყველა ოპოზიციური ტელევიზია, რა კანონიც არ უნდა მიიღონ, გამოიყენებენ ქართული ხალხის წინააღმდეგ. ამ ცვლილებების მიზანი არის, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება იყოს მაქსიმალურად მედეგი და ჰქონდეთ იმ გამოწვევების მიმართ ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობები, რა გამოწვევებით ჩვენ ვნახეთ, განსაკუთრებით USAID-ის სკანდალის შემდეგ გამოიკვეთა იმ მასშტაბები, იმ პრობლემების, რომლის წინაშე დღეს საქართველო დგას. უმრავლესობის ხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ჩინეთში ვიზიტის დადებით მხარეებზე. მის შეფასებით, რაც მეტად დივერსიფიცირებულია ეკონომიკური გეგმები, მეტი პარტნიორია, მათთან ურთიერთობა კი სარგებლის მეც ქვეყანას არაფერს მოუტანს. მისივე შეფასებით, ის ადამიანები, ვინც ამას უარყოფითად აფასებენ, ქვეყნის მოღალატეები არიან და არა გულშემატკივრები. რაც მეტად დივერსიფიცირებულია ეკონომიკური გეგმები, მათ შორის მეტი პარტნიორი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც დომინანტები არიან მსოფლიო ბაზარზე, ძლიერი ეკონომიკები მაქვს მხედველობაში, მათთან ურთიერთობა ბუნებრივია, სარგებლის მეც ქვეყანას არაფერს მოუტანს. ვიღაცამ კი არ უნდა გააგიჟოს და მოატყუებინოს უბრალოდ თავი და გააგიჟებინოს თავი ვინმეს, რომ რაღაც გმირების საკითხი აწუხებს თითქოს. ეს ყველაფერი არის პიარის ნაწილი, როდესაც ომის ჯარზე, საკუთარ ჯარზე დამბრალებელი ეფარება ანწუხელიძის სახას. აი ამ პიარ კამპანიამ მდაბიობამ და უტიფრობამ შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოს. და უნდა გამოხვიდე, ვინ რას ამბობს კი არა, ვინ რას აკეთებს აქედან. თუ ადამიანის ზრუნავს, რომ შენმა ქვეყანამ მშვიდობით გაიაროს ბეწვის ხიდზე, ამას თუ აკეთებს შენი ქვეყნის ხელისუფალი. თუ ეკონომიკა აი ამ უდიდესი გამოწვევების მიუხედავად ეკონომიკა ევროპაში პირველ ადგილზეა შენი ქვეყნის და თუ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს პოლიტიკურს, მორალურს, ეროვნულს პირველ ადგილზე აყენებს და გადარჩენისთვის გზაზე იმავე ბეწვის ხიდზე გაიარა ისე სწორად, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია აი ამ ტურბულენტობის პერიოდში ამ ქვეყანას, მაშინ უნდა მიხვდე ბოლო-ბოლო, რომ ეს ხალხი იქცევა სწორად. და ის, ვინც საპირისპიროს ცდილობდა, ის ხალხი არ არის შენი მოყვასი, შენი მოყვარე, შენიანი, შენ საქმეს და შენი ქვეყნის საქმეს არ აკეთებს. სხვის საქმეს აკეთებს, ვინც არ უნდა იყოს ეს სხვა.
ნდობის ჯგუფმა მე-11 მოწვევის პარლამენტში პირველი სხდომა გამართა. ჯგუფის წევრებმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროს ირაკლი ბერაიას და მის მოადგილეს მოусმინეს. დაზვერვის სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე 2024 წლის ანგარიში წარადგინა და იმ საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებობდა. გაიმართა ნდობის ჯგუფის პირველი სხდომა, სადაც ჩვენ დავამტკიცეთ საორგანიზაციო საკითხები. ამის შემდეგ ჩვენ გქონდა ანგარიშის მოსმენა ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახურის, რომელმაც წარმოადგენს 2024 წლის ანგარიში. აქ გამახვილებული იქნა ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომელი გამოწვევებიც არსებობდა ამ სამსახურის წინაშე, მისი აღმოფხვის გზებზე. სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ მარინ ლე პენი პირველ კომენტარს აკეთებს. ულტრამემარჯვენე ლიდერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მილიონობით ფრანგი უკიდურესად აღაშფოთა მის მიმართ პრაქტიკის გამოყენებამ, რომელიც მხოლოდ ავტოკრატიული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. პოლიტიკოსი ამბობს, რომ არ დაუშვებს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან საკუთარი თავის ჩამოშორებას. შეგახსენებთ, საფრანგეთის სასამართლომ ოპოზიციონერი მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნო ევროკავშირის ფინანსების ბოროტად გამოყენებაში. მოსამართლის გადაწყვეტილებით ის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ზაპოროჟიეზე ოკუპანტის თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია 5. განადგურებულია კერძო სახლები და მეურნეობები. აფეთქებები იყო სუმის ოლქშიც. რუსეთის ძალებმა სასაცხოვრო დასახლებები საარტილერიო დანადგარებითა და დრონებით დაბომბეს. ცნობილია, რომ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ. მორიგ ჯერზე წაიყვანა 18-დან 30 წლამდე ასაკის რუსეთის მოქალაქეებს გაწვევა 160,000 ადამიანს შეეხება. ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის ძალებმა ლიბანი დაბომბეს. აფეთქებები იყო ბეირუთში, ქვეყნის დედაქალაქში. საჰაერო იერიშებს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. რთული ვითარებაა ღაზაშიც. მედიის მონაცემებით პალესტინური ანკლავის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფას მოსახლეობა ტოვებს. ათასობით ადგილობრივმა თვით ევაკუაციის გადაწყვეტილება ცახალის გაფრთხილების შემდეგ მიიღო. იერიშები განხორციელდა იემენზეც. ამერიკის ავიაციამ ჰუსიტების პოზიციები დააბომბა. სამიზნე იყო სანაასა და ჰაჯაჰის გუბერნიები. წინასწარი მონაცემებით მსხვერპლის რაოდენობა 12 აღწევს. უკიდურესად დაიძაბა ვითარება ირანთან. თეირანმა უპასუხა დონალდ ტრამპის წერილს, რომელიც მან ჰომენის ბირთვული პროგრამის შესახებ გაუგზავნა. ირანმა უარყო პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა. ამერიკის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ თუ ირანი ბირთვული შეიარაღებაზე უარს არ იტყვის, ის ირანს დაბომბავს. და ისევ საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება მეორე ბრიტანულმა ავიაკომპანიამ EasyJet-მა დაიწყო. EasyJet-ი საქართველოს დედაქალაქს გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიასა და იტალიას დააკავშირებს. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ფრენა ცოტა ხნის წინ ჟენევიდან შეასრულა. ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა. ბრიტანული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას საქართველოს ავიაბაზარზე. რაც იმის მანიშნებელია, რომ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით მივახციეთ შეთანხმებას საქართველოს ავიაბაზარზე შემოსულიყო ახალი ევროპული კომპანია. ეხლა მივიღეთ ჩვენ პირდაპირი ფრენა ჟენევიდან. აღნიშნული ფრენა სრული დატვირთვით შესრულდა. კომპანია EasyJet-ი 3 მიმართულებით აპირებს საქართველოში ფრენას. ესენია მილანი, ჟენევა და ლონდონის აეროპორტი. ოპერირება დაიწყო EasyJet-მა და საქართველოს დააკავშირა ევროპის 3 ქალაქს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მომხმარებელს შეეძლება ყოველდღე იფრინოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც ლონდონის მიმართულებით, ასევე სხვა ახალი ევროპული ქალაქების მიმართულებით. კახეთში სოფელ კაჭრეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხორციელდება 1 კილომეტრამდე გზის მოასფალტება და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1,627,000 ლარით ფინანსდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილზე გავიცანით სოფელ კაჭრეთის ერთ-ერთი ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქუჩით სარგებლობდა დაახლოებით 6000-მდე მოქალაქე და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გზის მოასფალტება. ხსენებული პროექტის ფარგლებში მოიწყო 1 კილომეტრამდე ასფალტის საფარიანი გზა, ასევე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემები. აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან არის დაფინანსებული და ჯამში 1,600,000 ლარზე მეტ შეადგენს. მინდა გითხრათ, რომ გურჯაანში ამ მომენტისთვის 10-ზე მეტი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე ამით გემშვიდობებით. კურიერი 12-ზე უკვე თამარ ურუშაძესთან ერთად დაბრუნდება.